და მოისა დაუპირისპირდებიან იენკის ცნაური სახელებით, როგორც ყოველთვის, ლოგის გამოთქმა საერთოდ რთულია და ამიტომ თავს ვიკავებ ბოლო სტრიმებში რა. კიტი და სმოუკი counter terroristებს და სტრაფი სმოუკს ედგას, სპაქსპოუკს ედგას აქ მიგზორა. გაუშვა სტერსი, გაუშვა ჯანგლის ავარაუდოთ პალასის პოპი გვექნება. კი. ფლეშები გვინდა უბრალოდ, რატოღაც იგვიანებს და მარტო არის აქ ეს აპორნიკი. უბრალოდ საღთენი მოთამაშე უკაცრავად მიაწვევიან ბიჭები ბოლომდე კარგი ფლეში მოხდება სახეში, მაგრამ უკვე ხილად უნდა ვიყოთ. Crossfire აქვს მის თანაგუნდელს მისთვის აღებული. მოდიან სიტიზე ითამაშებენ. დიდი შეტაკება გველოდება აქ სიტიზე. მიგზორა იბრუნებს 1 კილს. სულ სიტუაციაში ვართ. კარგი იქნება თუ ამ სტერსის მოთამაშეს მოვიშორებთ ამასობაში. სწორედ ესე იქცევა ჩუჟოი და 2-3-ზე სიტუაცია მოისავ. ყავს P250-ით. შემოვატარა იქინგზე 3-1-ზე მოისავ. სულ სიტუაციაშია კარგია. 1 მინუტს გაკეთება შეძლო. აქვს მისი ინფორმაცია და იღებს აქ კიტი აქვს ძალიან სული სიტუაცია აქ. ბიჭები, როგორც ჩანს ბოლომდე გაფორსვას არაპირებენ ან აპირებენ. კი, 2 კალაშნიკოვი rebellas hero AK. აი ეს საინტერესო იქნება. არა, გადააწოდა მოისას. არა, თუ რა ხდება ვერ გავიგე. კი, rebellas-ია სწორედ ეს კალაშნიკოვები, მოკლედ პისტოლეტები მაკათის კარგი რაოდენობა ნეიდების, მიძე როგორ აგრესიულობენ. 2 მოთამაშით Windows-ში, 2 მოთამაშით კონექტორში A-პლანტი საერთოდ მიცემულებს და ბიზეც მხოლოდ 1 საყრდენი მოთამაშე ყავთ. კარგი იქნება თუ B-პლანტ შეუტევთ უბრალოდ კონექტორის მოგში არ უნდა გავისპამოთ აქ. Rebel. ედვარდზე 1 მოთამაშე, 1 ბექსაიდზე რაც უდათ ისპამება აქ Rebel-ას 20 HP აქ. და ვერა იყო ეს რეიდი. Maxi ბექსაიდს კარგად ცხოვრობს შეაფრინდა Space-ას სახეში და როგორ არ უმართლეთ თვითონ თავში არ წავდა აქ. კარგია ნიგზორა მეორე მინუსს ასახები აქ 2-2-ზე სიტუაცია არის ინფორმაცია. შორტიდან არის აქ იენკის ერთ-ერთი მოთამაშე და დასმოუქდა ორივე მხარე აქ სმოუკებში მიდის ჰოლდვა და ძალიან ჭკვიანურად თამაშობს ეს მოთამაშე LB Belty რომელიც ელოდება ამ სმოუკს ფეისა უნდა იყოს ფრთხილად აქვს მისი ინფორმაცია ორივე მოთამაშით კიჩენიდან ითამაშებენ იენკის მოთამაშეები რამდენად წავიკითხავთ ამას იცდიან ბიჭები კიჩენ სმოუკი გადის ნიგზორო ფრთხილად უნდა იყოს ფეიზე Space-ს ცდილობს. გასპოტა, თავი გაუსპოტა, აუცილებლად ერთად გაპიკავენ ამენგს ეხა ბიჭები. და კარგია ნიგზორა ტრეიდზე და 1-1-ზე სიტუაცია. GBS რუტკოს წინააღმდეგ, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და კარგად გაუსტეიპა აქ ნიგზორას 500 IQ ფეიკი ამასობაში მოიგებს. შემდეგ 10 წამს სანამ C4 დაიპლენტება, სანამ გაერკვევა ეს მოთამაშე თუ რა ხდება ნიგზორას იქნება უკვე კომფორტული პოზიცია აღებული, მაგრამ უნდა იფიქროს კიჩენზეც აუცილებლად. მოვა დრო და აუცილებლად გაჩეკავს კი, ტაიმინგების ამბავია აქთან. კომფორტული პოზიცია აქვს, მაგრამ აუცილებლად გაიჩეკება ნიგზორა. რაღაც ტაიმინგზე ბექსაიდს აუცილებლად გაჩეკავს. ბრავო! კლაჩ მინისტრი ადგილზეა, 900 IQ ფეიკი. კარგია რომ დიგლები არ მოხვდა თავებში, დიდი თავები რო გვაქვს ქართველებს და ყველა გვარტყავს სამწუხაროდ. ამჯერად არა ვირტყით. ეიზა გვექნება წყნარი შესვლა, Rebel-ა ეცდება. ნუ ცოტა ხანი ალბათ დაიცდიან, აქ 7 ნომერი ჩუჟოი, Headwalks-ია და 4 მოთამაშე ყავს. სვავივით ეპარება აქ 1 მოთამაშე, აიღო ეს მინუსი მოლი იქნება ძალიან კარგი შემოვლენ, მოლში ხმას გაიგეთებს, იკესმის ჩუჟიკ. დაესივნენ აქ სვავებით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ ჩუჟოის წინააღმდეგ. -3 ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერისგან ეკო რაუნდში. კი, მარტივი მინუსებიცაც შანს ესე შორიდან, მაგრამ ეს ეკო რაუნდები ხშირად სირთულეს წარმოადგენს ხოლმე, არის სიტუაციები არა მარტო ჩვენთვის, ბევრი გუნდისთვის და ზოგადად კაუნტერში ვერ დაგეგმა ყველა ეკო რაუნდის მოგებას, რა თქმა უნდა, და კარგია რომ ესე მარტივად უკონტაქტოდ ავიღეთ A-პლანტი და ჩუჟოიმ გაიფორმა 3 ეკო ფრაგი. ჩვენი ეკო კობრა ადგილზეა. კარგი ჩანაფიქრი ქონდათ აქ ბიჭებს საერთო ჯამში Headwalks-ზე ჩუჟოი გაუშვეს ინფორმაციაზე, დააძებნინეს ინფორმაცია და კილი და შემდეგ მის თამაშზე მის კილებიდან გამომდინარე მარტივად ავიდნენ A-ზე. 3-1 მოკლედ 2 რაუნდიანი უპირატესობა გვექნება ეს სტეპიც უნდა გაიგო ჩუჟიკას ანდერში, მაგრამ ნუ დიდად არ ვხანთავთ ხედავთ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ბიჭების კითხულობენ მათ ეკონომიკას არაფერი აქვთ. ჩუჟოი თუ მოინდომებს მოყავს, ჩუჟოი დავკარგეთ საერთოდ ლადერში. საინტერესოა A-პლენტ პარო ლადერში მოყვა.
Space აყავს რემპზე. იგზორასთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ აქ. წავიდა გეიზის მოუხები რეაქცია აქვს ამაზე იენკის მოთამაშეებს 3 მოთამაშე ყოთ პლენზე აქ გახსნილი ფლეში დგას ვაფშე მაქსი მოუწევს ეხა შეტაკება ანდერს ჩეკავს დაინახა ნეიდი კარგი ნეიდი ჩაგვიწოდა არც ისე არ დაგვაყდა აქ საერთოდ HP ნუ მიდლის კონტროლი ავიღეთ 3-2-ზე არიან განლაგებული სლოვაკი მოთამაშეები ბიებში ყავს იქ ერთი მოთამაშე და პოზიციებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ბიზე უნდა დავამთავროთ ეს რაუნდი. Space-ა, რომელიც არის B-ებში, ჩუჟოისთან ერთად C4-ით. ორი შორტი არიან, აქ ბუსკს თავაზობენ, არ იქნება ეს მარტივად წასაკითხი. შეიძლება ჩუჟოი უბრალოდ შეუშვათ. ნახოთ, საინტერესო თამაში წავიდა ამასობაში. აქ შეუშვებენ ჩუჟოის ფლეშების ქვეშ. დაინახა იქ ერთი მოთამაშე ფანჯრის დაბლა ყავს ერთი რომელიც ძალიან hard clear პოზიციაა, ძნელად გასასუფთავებელია. 3 მოთამაშე B-ზე მხოლოდ 1 ნომერი, სრუტკო ეიზე კარგია აქ რებელას გახსნითი ქილი გამომრჩა, მაგრამ თავარია რომ ეს ფრაგი ავიღეთ. ტიკეტზე კარგი როტაცია აქვს LB ბელტის და ეიდან გვექნება სპლიტი, უბრალოდ C4 მოდის რამპში, რომელსაც დახვდება აქ ერთი მოთამაშე, უნდა გაიჩეკოს ეს პოზიცია და რა კარგია Space-ა ყველაფერს კითხულობს საერთოდ. მოუწევთ აქ სეივის გაკეთება 5-3-ზე თუ არ დაგვარესპექტებენ კი უბრალოდ დაკარგავენ ამ იარაღებს. აქ პატარა მისკომუნიკაცია ჩვენ მოთამაშეებს შორის. აქვს იქ მოლოტოვი, სიტიზე არის ერთი მოთამაშის ინფორმაცია, კიტი არა აქვს. არა აქვს კიტი, ფოტოში მოგატყუეთ. მაგრამ სეივზე ფიქრობენ იენკის მოთამაშეები. Double triple fake-ი, რომელსაც ვერ გაიყვნენ სლოვაკი მოთამაშეები და ყოჩახ ბიჭებს. ყოჩახ ბიჭებს კარგი ენტრი ფრაგი აქვს რებელას მხრიდან ამასობაში. თითქმის წუთზე მეტი იყო კონტაქტის გარეშე სერვერზე დრო გასული და პირველივე შეტაკებაში რებელამ გაიმარჯვა. ჩვენ ეკონომიურად ბიჭები უკვე ძალიან კარგად არიან ეს ყველაფერი ამ 3 ძალიან კარგი რაუნდის დამსახურება, სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე დავკარგეთ, შემდეგი 2 რაუნდის განმავლობაში ბიჭები ფინანსურად და ეკონომიურად არ ინერვიულებენ. Აფად გავიდა აქ ჩუჟოი ამასობაში მიდლზე. თამაშობს ჩუჟოი ინფორმაციაზე. თავისთვის ახალი როლი და რა კაი აგრესია აქვს, კარგი აგრესია აქვს იენკის მოთამაშეებს რემპში. ნუ რა თქმა უნდა ამას ჩვენი მოთამაშეები რაღაცა იმის აუცილებლად შეამოწმებენ, იმიტომ რომ ნიგზორას ექნება ეს ნათქვამი თავის გუნდებისთვის რომ შესაძლებელია რემპიდან იაგრესიულონ, უბრალოდ ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს. 9 ნომერი უნდა იყოს ფრთხილად, რომელია 9 ნომერი Space-ა ჩეკავს ახლო პოზიცია და ამ switch-მა როგორ უნდა დაგღუპოს მოკლედ. მოისა არის ახლოს. ზორა იღებს კარკილს ამასობაში. მოისასაც headshot-ი მოხდა ამასობაში. ნიგზორა დავკარგეთ ანდერში დააფრინდა თავზე მაქსი და ჩუჟოი და რებელი დარჩენილები უბრალოდ რებელი იყო იქ პალასში შემეშალა ნიგზორა მეგონა. თავების ენგლზე ეთამაშება რებელას. აიღო ერთი მინუსი გაატრეიდეს და ჩუჟიკა ჩვენი გამოცდილი მოთამაშე კლასზე 2-1-ზე ერთი მოთამაშის ინფორმაცია აქვს, მაგრამ არ აქვს და ნუ შანსად აგრესიულად იწყებენ მიდზე როგორც ჩანს შორტზე გადახტა ერთი მოთამაშე ჩუჟიკა ესდება გაქროსვას მოკლედ ეიზე და არეაქტებენ ჩვენი მოთამაშეები რამდენიმე წამში ვიხილავთ აქ ეიზი ასვლას გომორას მოლოტოვი ანდერპალაში კარგია მოისა გახსნით კილს იპოვებს უბრალოდ ჯანგრი უნდა აკონტროლოს აქ რებელმა კონექტორში აქ ორი მოთამაშეა ჩუჟოი გაგვისპამეს მოუქში აი აქ ვეთამაშებით თუ არა სწორედ სტერსი და ჯანგლი და კარგია წააძრო აქ თავი რებელმა ფლეშიც გაუკეთა თავის ანაგუნდელებს ნიგზორა გაისპამა აქ სმოუკებში მოკლედ ჩვენ არაზროს გვიმართლებს ახლოს იჩეკება რომელი მოთამაშეა ეს და მოისამ რა გაისროლა მოკლედ რებელი კлау პალაში და Space-ა დაპლენტავს C4-ს დიფოლტზე მოისას აქვს აქ თლიანი სიტის კონტროლი 2-3-ზე მაქსი და მარეგასტი კიტებით მარეგასტის ჯერჯერობით შრალი მატჩი აქ პირველ კილს ეძებს მაგრამ ბიჭები არ აპირებენ აქ კილის მიცემას უბრალოდ აი ეს
კარგად გამოიყენეს ეს ნეიდები და მარეგას კიდევ ერთი რაუნდი მოუწევს მინიმუმ თავისი კილის მოსაძებნად დაცდა. აქ ნინჯა დეფიუსთან უნდა ვიყოთ თხილად. არა, ვერ მოახერხებს, ჩეკავს რებელი. გაიგო ინფორმაციაც, ბრავო, 5-2. ოჩახ ბიჭებს, აქ ჩუჟოიმ გამოიწვია მიძე რეაქცია, გამოიყვანა იქ შორტის Windows და კონექტორის მოთამაშეები და ბიჭებმა ეიზე უბრალოდ დაარეაქტეს. ჩვენი მეორე მატჩია რეგულარული სეზონის, 54 სეზონის. 5-2 მოკლედ 3 რაუნდიანი უპირატესობა. სპეისად ცდილობდა პირველ ტაიმინგზე. როგორ აგრესიულობს ეს მოთამაშე დააკვირდით. აქ შეიძლება დაიჭიროს ჩვენი ერთ-ერთი მოთამაშე. დილად უნდა ვიყოთ. აკონტროლებს ამას სპეისა და გაუცუდა ტყვია აქ. იენკის ერთ-ერთი მოთამაშე სნაიპერით. მაქსის დასჯა შეიძლება ესეთ აგრესიულ ენგლზე უკაცრავად. მიდლზე. ბიზე მოკლედ. იგზორა იწევს და იწევს ფეიკებს. ნახოთ. დავკარგეთ რებელი, კვლავ კარგი აგრესია რემპზე. იენკის მხრიდან, ეს გონი ერთადერთი რამეა, რაც ამ ბიჭებს კარგად გამოსდით, გარდა პისტოლ რაუნდის რითეიქისა სიტიზე. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ რაუნდებში ეს გამოჩნდა მხოლოდ, თორემ მოწინააღმდეგეს რა თქმა უნდა არ ვაკნინებ. ვირცეული მოწინააღმდეგე ჩვენს გვიხარია, აქ შოლდერზე კარგად თამაშობს. ბელთი დაინახავს ჭდილს და აგდებს მოლოტოვს. ესეც არის ეისპლიც ცდილობენ ბიჭები. ჩუჟოის აკონტროლებს აქ კრეიზის აქვს მისი ინფორმაცია ძალიან ცუდი ოფენგლი აყავ კარგად დაუბეითა მხარი დაანახა მაგრამ შორტმა მოგვიკლა შორტი ნიგზორამ გამოთიშა თამაშს სპეისა კარგია სპეისა რა დაზღვევა აქ და 4-3-დან მომენტალურად აქ არ დაარესპექტებს ამ სმოუკს თილად უნდა იყოს და ნიგზორა ჩვენი გუნდის კაპიტანი მოკლედ როგორ საჭირო სიტუაციაში გვიკეთებს აქ ორ Entry frags ესე რო ვთქვათ, ჯერ კეთოლკი მოიშორა, გაათრეიდა ჩუჟიკა და შემდეგ აი ეს აგრესიული მოთამაშე, რომელიც მოუქში ცდილობდა შემოპარვას დასაჯა. უკვე აქ მოისაცდილობს Hans ნადირობს, მოკლედ ამ AWP-ზე არის ინფორმაცია რომ AWP-ია თან. ვა, ძალიან კარგი 6 რაუნდი შემოგთავაზეს ბიჭებმა, ძალიან მომეწონა მე პირადად. და ნუ ჯერ ეს მოთამაშე ამას უყუროთ როგორ მოკლავენ ბიჭები და ერთ რაღაცას აღნიშნავ. მოის. არტივად და მშვიდად AWP-საც აიღებს მოისა. 6-2 4 რაუნდიანი უპირატესობა. ნახოთ, წინ კიდე 4 რაუნდია პირველი რაუნდის დამთავრებამდე. კარგი იქნება თუ 4-ვეს მოვიგებთ და უბრალოდ მარტივად გავიფორმებთ ამ მეორე გამარჯვებას. ბიჭები 3 რემპზე იქნებიან. ამჯერადაც თუ დააპირებენ აგრესიის თამაშს რემპზე აუცილებლად ავიღებთ რეიდებს სპეისაც ცდილობს აქ ქარზე მოხტუნავენ მოთამაშის დაჭერას რომელიც თითქოს კითხულობს თითქოს შორტის მოთამაშემ ინფორმაცია მიაწოდა რომ ბიებში სნაიპერია ცუდი ტაიმინგი აქ სწორედ ნეიდი როდესაც მონდა ხელში სპეისას მაინც ერჩავს აქ ჯიუტა სერჩავს სპეისა ეძებს კილს კარგია სპეისამ იქ დაიჭირა როტაციაზე ერთი მოთამაშე აქვს კიდევ ერთი მოთამაშის ინფორმაცია როგორც ხედავთ კითხულობს გადმოიყვანა ერთი მოთამაშე როტაციაზე ბრავო არც თავების ენგლზე ერიდება სპეისა და გაპიკვას მაგრამ თითქოს უკვე კითხულობენ ამ ყველაფერს სლოვაკი მოთამაშეები და 3 მოთამაშით ნუ 2 ყავს თავების ენგლზე აქ ჯოი ანდერპალაში მოლოტოვი ეს ფლეში უნდა ავიცილოთ დაიწვება კარგია დაიწვა Firebox-იც კარგია რებელი და ესე კარგია ჩუჟოით რეიდი ავიღეთ და ბოლო მოთამაშე არის ჯანგში და ბრავო ჩუჟიკა 7-2 ანდერში გაუფლეშებენ ნიგზორას, რომელსაც მოლოტოვი მოხდა და მიძე რამხელა აგრესია აქვს აქ. 4 მოთამაშით, აი, ცდილობდნენ ინფორმაციის აღებას, მაგრამ ბევრი არაფერი დარჩათ. რებელა მაგ დასაჯა ეიზე მარტო ერთი მოთამაშე და კონექტორში 3 მოთამაშეა, ორის ინფორმაცია მინიმუმ აქვს. უნდა იცოცხლოს და ბიზე შევა. მთელი ჩვენი გუნდი, ბრავო რებელი აქ ამასობაში მეორე მინუს იღებს. არღის თავებზე ამბიცთან გაპიკვა და კიდევ ერთი კილი აქ ტრიპლ კილი რებელა რეებს აკეთებს და კვადრო კილი ბრავო ეს ბიჭი მე აუღნიშნე რომ ძალიან ძლიერი რაიფლერია უბრალოდ აქ
მარეგას დააკეთებს 2- თავისი ავოპეტი, მეტი არ გაგვიჭდება არა, სპეისას ჩაუჯდება კროშიერში, 8-2 და ყოჩახ. ყოჩახ ლაშას 8-2 და ყოჩახ. ყოჩახ ლაშას კარგი 4 კვადრო კილი თუ დაინახეთ, ყველანაირი საპორტის გარეშე უბრალოდ გავიდა იზე და გააკეთა ის, რასაც ყველა ველოდებით მისგან, 11 კილით კი გალიდერდა სერვერზე. Crazy მაგ თავია არტყა ფიცერს პალასში, მაგრამ არ ცდილობს ასვლა სავარაუდოდ ხოლოდ დასმოუქება უნდა და კლავრებელი პალასიდან სამი მოთამაშე რემპზე და სპეისს აქვს მარტო სნაიპერით ძალიან დიდ ინფორმაციას აგროვებენ ამასობაში იენკის მოთამაშეები, მაგრამ ამაზე უკვე ჩვენი ბიჭები რეაგირებენ. ეიზე გასვლა გვექნება, მოლოტოვი ანდერპალასში, არესი ამოვნება კრეიზის ნამდვილად. რაენგლი პოაკ საინტერესოა. სმოუკები, ჩვენი სუსტი წერტილი მოკლედ. ჩვენი სუსტი წერტილი. აქ ფლენკზე ყავს ორი მოთამაშე, სპეისას ექნება ამის ინფორმაცია და 6 ნომერი რომელია? იგზორას -1. ვაიმე როგორ არ გაუმართლა აქ და ჩუჟოი იღებს ამ ტრეიდს 2-3-ზე გვაქვს 50 წამი, სპეისას აქვს მიდლის როტაცია და არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა მოთამაშე იქნებოდა A-ზე, მაგრამ უკვე როტაციას იწყებენ აქ. მარეგასტა და LB ბელტი. მიდლიდან გაათამაშებენ ბიჭები. ნახოთ რა სიზავენ, კარგად არეაქტებენ. სლოვაკი მოთამაშეები ერთად ცდილობენ მსგავს სიტუაციებში ერთად იმოძრავონ, რომ ტრეიდის საშუალება მათაც ჰქონდეთ. ჩვენი ორი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა კლაჩზე. პირველ რიგში ჩუჟოი და სპეისა ასევე. ტაიმინგები გასპოტა ერთი მოთამაშე. მოლოტოვი გამოსვინგავს ახლა და ჩუჟოის მოხდა ჰედშოტი. კალაშნიკოვი აიღო სპეისამ. არ დაასწიან აქ პლენტის დადებას და ესევიან. ფეიკი უნდა ქნას. ეს მაგამორაშა კარგად თამაშობენ. არ გაუმართლა. რუიცამი და ბოლო რაუნდი პირველი ნახევრის. მოისა, გაუძღვება მიძე ჩვენ შეტევას, გაქროსავს ყუთების უკან. თითქოს რითეიქს ცდილობენ აქ მიდლის, მაგრამ მოუწევთ ამ ნეიდების დარესპექტება, წავიდა ყუთების უკან მოლოტოვი, მაგრამ გვიანია მეგობარო უკვე. ჩუჟოი, მოკლედ სულ ენტრის ეძებს. ძალიან შეცვალა ჩუჟოიმ თამაშის სტილი და ძალიან კარგად გამოიყურება მიუხედავად ამისა. ეიზე გვექნება მთავარი შეტევა დააკვირდით მიძზე რამხელა ყურადღება კი გადმოყარეს ბიჭებმა ის მოუხები რებელას მოლოტოვი ანდერპალაში აქ არ გვაქვს ინფორმაცია კარგია მოვისა ამასობაში და კარგია ნიგზორა კარგია ჩუჟოი მოკლედ ყველა მხარეს ენტრიფაგებია ჩუჟოის კიდევ ერთი მინუსი და მაქსი მარტოდ დარჩენილი ბევრი არაფერი დარჩენია ბოლო რაუნდია მეგობარო გარდა იმისა რომ სმოუკში არ გვაქვს მამოს თავარია ბრავო მოისას 9-3 კარგად აგრესიულობს აქ რებელა თავებზე ამ P250-ს რამდენიმე წამში თუ ესე გაჩერდება ააძრობს თავს უნდა დაჩხვრიტოს მუცელში კარგია დაჩხვრიტა კიდევაც გრემზეა კიდევ ერთი მოთამაშის ინფორმაცია P250-ით საინტერესოა ჯანაფიქრი ანტეში არის ინფორმაცია ჩუჟოიმ ზემოდან გადმოხედა და მარეგასტა თავისი P250-ით არაძლევს ბიჭები შანს და როგორი ნერვების მოშლელია როცა 5 არიან ცოცხალი და არავინ გიპიკავს მაგრამ გავიარეთ ეგ ფაზა ეგ დრო აღარ მივსემთ უბრალოდ დიფოლტის მოთამაშე რომელია მის კონტაქტზე გავპიკავთ და მოისა უბრალოდ ერთ ტაპს გაისვრის ემოთხი გვაქვს ფამას ინიგზორას და თავიას რა თქმა უნდა აქ ჩუჟოის თავის საყვარელი MP9 აკე იზე გვექნება შეტევა და რა ხდება აქ რატო ეჭიდავებით ერთმანეთს იგზორა იჯამფავებს რებელას დაუბეითებენ Firebox-ის პოზიციას ძალიან ძლიერი პოზიციაა ბევრჯერ მინახავს მისი კარგი ჰაილაიტი წამოვიდა ის მომხები გადმოყრა ფლეშები უნდა ავიცილოთ ხოლოდ და წავიდა რებელას მაინც მოხდა ეგ ფლეში კარგი შესვლა გაგვიკეთეს ძალიან ჩუჟოი MP9 რო არის არადროს ჩამოწერო ჩუჟოი MP9 რო არის არადროს არ უნდა ჩამოწერო ორი მინუსი გაგვიკეთა და ჩვენი
მოისა, ლუკა მოისტრაფიშვილი კლასზე და ახლოებით ალბათ კითხულობს, რომ ერთად იქნებოდნენ ისეთი პოზიცია ქონდა მარეგასტას. კიცაც აიღებს. აუცილებლად უნდა გაიჩეკოს Firebox-ის უკან. ადრე თუ უბრალოდ სტეპებზე კარგად ითამაშებს აქ. დიდი პოზიციის advantage აქვს და არ გაუმართლა. რამზე გაუფლეს ის აგრებელს. ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს უბრალოდ გარშემო. გაუჭირდება. მაგრამ დიგლი აქვს. სენდვიჩზე თუ მოასწრო შეპარვა, გაისპოტა, მე მგონი ვერ დაინახეს. ვერ დაინახეს და ანუ მოლოტოვი თუ არ მოხდება ძლიერ პოზიცია, დროულად აკეთებს როტაციას ფეისაც. წამოვიდა. ლავეის მოხები ნიგროს მოლოტოვი მოხდება. არგინეიდი. კარგია, რებელას -1, -2. იგზორა იღებს კიდევ ერთ მინუს ვიძე გადავთო, ვეღარ გავიგე. კრეიზის ტრეიდები და ბოლო მოთამაშის ინფორმაციაც არ. 11-4-16 რაუნდი, წარმატებები ბიჭებს. 3 კალაშნიკოვი, 2 M4, 3 ტეკნანის დიგლის და გალელის წინააღმდეგ არის იქ. 2 სმოუკი და 3 ფლეში. ბისკენ მოემართება მოწინააღმდეგე გუნდის უპირატესობა. ჩუჟოის სამწუხაროდ აქ თავის MP9 არ აქვს. კალაშით მოუწევს თამაში. ეხლა აქ ერთ ახტომაზე ძალიან ბევრ მოთამაშეს დაინახავს და ფრთხილად უნდა იყოს. აი დროული მოლოტოვი. ეიცას თუ შეახვედრებს, კი შეახვედრებს. დააჯდა იქ მაქსი ნეიც 60 HP დაკარგა. 100 დემიჯი საერთო ჯამში ამ ნეიდით. აქ კეთოლს ეკვეპარებიან. კარგად გაირკვა რებელა მეორე მოთამაშეს აღარ ელოდება. უბრალოდ გამოიხედავს. ამ კილსაც აიღებს და მარტივად ჩუჟოი USP საერთოდ. თორმეტ 4 მოკლედ, მე 17 რაუნდი, ნახოთ დავამთავრებ თუ არა. დიგლებით ერთად გაპიკავენ. სავარაუდოდ მიდლზე და აი მაგ დიგლებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, ან ერთად ვიაგრესიულოთ. მოისამ დაინახა უკვე რებელას ბევრი სტეპები ესმის, წავიდა ოფლეში. ძალიან ბევრი ბლაინდი მოთამაშეა მის წინააღმდეგ და ტრიპლ სპრეი დაუნი და დაამთავრებენ ბიჭები. ბრავო, აქ მე რამდენი მულტიკილი შემოგთავაზა რებელმა.